მე მათე როჭიკაშვილი ვარ და როგორც იქნა დაგიბრუნდით YouTube ახალი ვიდეოთი. ძალიან დიდი ხანია YouTube-ზე არ გამოვჩენილ ვარ, მაგრამ აი დადგა ის ნანატრი დღე, როცა YouTube-ზე ისევ დავბრუნდი და ვფიქრობთ, რომ დღევანდელ დღეს ძალიან მაგრად გავერთობით. დღეს გვექნება გამოკითხვაც, გვექნება ძალიან ბევრი პრიზები და ნახოთ ზოგადად ავტომოყვარულები მანქანებს რამდენად კარგად ცნობენ და რამდენად მარტივად შეძლებენ, რომ ხადოს დაწესებული პრიზები მოიპოვონ. ჩიკორიონი ჩვენთან ერთად არის დღესო ჩემი 235-ზე აი იმენა უნდა მოვუგლისო, კულისით უნდა გამოვიდეო, აი კულისა და მანქანა ცალკე უნდა იყოსო და მე ვავკრიფოთ მე ბიჭო. ჩემთვის ბევრი საინტერესო რამ ხდებოდა, ახალი მანქანები შევიძინე, რომელიც მომავალში გამოჩნდება და წინ ძალიან საინტერესო პროექტები გველოდება. დანარჩენი სტანდარტულად დრიფტს დავდიოდი, King-ის ბოლო ეტაპი ჩაგვეშალა, იმიტომ რომ ძალიან ცუდი ამინდი იყო და ნუ მე რეალურად მოვახერხე უკვე ტოპ 16-ში გადასული ვარ და ნახოთ მე ჩემპიონობისთვის ვიბრძვი და ნახოთ უკვე რამდენად მოვახერხებ და რამდენად გავხდები King of Drift 2025-ის ჩემპიონი. ჩემი დრიფტ კარიც როგორც ხედავთ უკან არის გაჯერებული, ალბათ ხვდებით უკვე ამ ვიდეოში როგორი საინტერესო ბუქსაობებით და დრიფტი გელოდებათ. You must be you got it, you got it, you must be you got it, you got it, you must be you got it, you got it, you must be you got it, you got it, you must be to be or not to be. Ruchno iar gichers jigaro. Era. შენ მანქანაზე შევამოწმებ როგორ იჭერს. ჯეკო ეს მანქანა რო დაიტრი, აი მენა მაგარია და ცეპლენია დაუბუქსავდა და აი ეგ ცეპლენის ისტორია უეჭველი გეწოდინებათ, იმიტომ რომ მთელი საქართველო აი შეძრა, იმენა მამაო რო ნახე უბანში მამაოც კი ჩიკოს ცეპლენიას ეძებდა. ყველა ჩიკოს ცეპლენიას ეძებდა და ყველს ერთი $2,000 დაუჯდა. ო ცეპლენია აქვს ახლა, მაგის ცეპლენიას რო ცოტა უხეშად მოვეპყრათ, მოდი ჩიკოს ნუ დავტოვებთ უსახკაროთ რა. მოკითხო ჩიკო აქედა. ხადოსგან დაწესებული პრიზები აქვს და მოდი პირველი ჩიკო რასთან ავაფეთქოთ. ჩიკოს ვაჩუკოთ. კითხვა არ უნდა ისედაც ყველაფერი იცის. ავაო! ო დავა მოვიდა ვეო, აბა უყურე რამოდენა საბურავები აქ. მომავალი ჩემპიონია. მე ეში აი უყურე შლებს ხელი როგორ დაგიდა. აი ეს პროფესიონალი. ეს ომოლოგირებული თემის მონიტორი უყენია მანქანაში. მანქანაში უნდა ჩართოთ კონდიციონერი. ეს უნდა აფეთქოთ და ის უნდა ფეთქდება. დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში კონდიციონერი ჩართული უნდა იყოს და მანქანა უნდა იყოს დაკეტილი. 10-15 წუთის შემდგომ შეგიძლიათ უკვე მანქანა გააღოთ. 5-10 წუთი დატოვოთ ფანჯრები ჩაწევთ და შემდგომ შეგიძლიათ თქვენი მანქანით ისარგებლოთ. ეს მანქანებში ევკალიპტის ძალიან სასიამოვნო სურნელს დააყენებს, ასევე ყველანაირ ბაქტერიას მოკლავს და კონდიციონერის გნილებს გაწმენს. ეს პროდუქცია და ასევე თქვენი ავტომობილებისთვის ნებისმიერი მოვლის საშუალება შეგიძლიათ შეძინოთ ხადო ჯორჯიაში, მისამართი იქნება აღწერაში, შეგიძლიათ მიხვდეთ ჩემი სახელით, აუცილებლად ძალიან კარგ ფასდაკლებას გაგიკეთებენ. ჩეკოს მანქანაში უნდა ავაფეთქოთ ასაფეთქებელი. მიდი დაქოქე რა. სალონი არ გაფუჭდეს, თორე გაგიკრევთ. კონდიციონერი გაქვს? ჩართე კონდიციონერი ბოლომდე აუწია. ეხლა შეიძლება ის იყოს უდავამრო ლექსუსი ააფეთქა. ის კი არ არის. დავიდა. როგორ უყურებს აი არ გაახო 10 წუთი უნდა იყოს ეს რა იყოს არა ბიჭო აი ყველა მიცის BMW-ს ტყავის სუნი ანუ არაფერი უნდა მოარგჭირდება ზოგადად მანქანაში ნახე აუ პროსტა ვიდეოში გამოაჩინეთ უბრალოდ ნახე ჩიკო როგორ უბირჟავებს ავის მანქანას და როგორ ნერვიულობს რომ აი ხომ მშვიდობა აქვს აი ვიდეოში რო დავწმუნდებით რომ ჩიკოს მშვიდობა აქვს მე უკვე გადავცეთ ხალხს პრიზები მანქანა უნდა განიავდეს დაახლოებით 10 წუთი და უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ თქვენი მანქანით წამო ახლა გათამაშება მოვაწყოთ smooth and original straight from the underground listen to the real funk hold on you better don't stop me watch out the furious better be focused გათამაშება გვაქვს ესეთი ხადო ჯორჯიამ დააწესა პრიზები მე გაჩვენებ ახლა ავტომობილის ფარს და შემდეგ გამოიცნო რა მანქანის ფარის ფოტოა 5-იც და გექნება თუ გამოიცნო საჩუქრად ესეთ პრიზს გადმოგცემ რა მანქანის ფარის ფოტოა აუ მარტო ფაითაზე მარტო ფარში უნდა გამოიცნო ანუ ისეთი ავტომობილია რომ ძალიან ბევრი დადის თბილისში Fusion-ი აი ჯენი პირველი გამარჯვებული Ford Fusion-ი ეს პრიზი შენ ხადო ჯორჯიასგან და წარმატებები ჩვენ შემდეგი მონაწილე არის გიორგი გზელაშვილი ჩემი მეგობარი ჩვენი მეგობარი ზუსტად შენგა გათი წამი 10-მდე დავიწვი თუ ვერ გამოიცნობ ტრაქში გაგიკეთებ და გავხსნი და თუ გამოიცანი მანქანაში გაგიხსნი 1 2 3
იაპონური ინსაიტის ფარია თქო. არა, ამერიკაში. ხადო ჯორჯიასგან გიოხოს უამ Honda Insight-ით მოძრაობს რა და ვისაც გაინტერესებს შეგიძლიათ პრიბორზე ნახოთ 457,000 კილომეტრი გარბენი აყრია და 200,000 ჩამოყრილია. ფიქრობ რომ მარტივად უნდა გამოიცნო. ეს არის მუსტანგის ფარი, როგორც ვიცი. კი ბატონო, გილოცავ. შენ მოიგე პროდუქცია? ეს ხადოსგან. მოხმარების წესები ვიდეოში იქნება და ლაიქე გამოიწერი არხი უყურე დეტალურად და გაიგებ როგორ გამოიყენო. ყურებით ტკბები. ვაფშე, სხვა შემთხვევით მოვხდით აქ გამვლელები ვიყავით და შემოვიარეთ просто. მე გაჩვენებ ავტომობილის ფარის ფოტოს და შემდეგ გამოიცნო რა მანქანა თუ გამოიცნობ საჩუქრად გადმოგეცა ხადოს პროდუქცია. დავაი. Ferrari 430. თქვენ მოიგეთ ხადოს პროდუქცია, ამას მე რა უხსნით ალკე რა არის. BMW საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მანქანაა და ძალიან ბევრი გწდება. E92? მინიშნება BMW არ არის. ძალიან გამძლეა და იაბიში. გილოცავ. გადმოგეცემა ხადოს პროდუქცია. ფარა მოღებული შავი დროიგა. შენი მანქანა? რომელი? C7. ხოჯა ხაშიკო. ეს გვენ. Lexus-ი? არა. რო დავიხმარო შეიძლება? ეს? ფლიუსი. გილოცავ. ეს გვენ. ახლობა. ძალიან დიდი მადლობა ჩიკოს, ჩემი გაფუჭებული მანქანის უფრო გაფუჭებისთვის. ჩემი აზრით ამ ვიდეოს ბოლოში ორივე თავი უნდა მოიკლას საქვეყნოდ. სახალხოდ. ყველამ რო ნახოს. როგორ იკლავენ თავს. ორივე Subaru BRZ ყოფილა. აი ესეთი ლამაზი გამშვებებით, რომელიც დღევანდელ რეალობაში მინდა გითხრათ, რომ ძალიან შარია და ზოგადად ავტომოყვარულებს ერთი სული გვაქვს რომ შემოიღონ. კანონი, რომელიც დაარეგულირებს ავტომობილის ხმას. გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად შეიძლება მანქანაზე გვეყენოს ავტომარკეტ გამშვები, რომელსაც საერთოდ არ კონდეს დიდი ხმა და რეალურად ამით გადაადგილება შეიძლებოდეს. ჩემს პირად Subaru Impreza-ზე მიყენია ძალიან მაგარი გამშვები, არ აქვს დიდი ხმა, მაგრამ სამწუხაროდ გარეთ ვერ გამომყავს ამ კანონის გამო და იმედია ძალიან მალე შემოვა დეციბალების საზომი და შევძლებთ რომ ჩვენი ავტოფარეხში გაჩერებული მანქანები გამოვიყვანოთ გარეთ და თავისუფლად შევძლოთ ქალაქში გადაადგილება.
მოგესალმებით. ნახეთ, როგორი დახვეწილი ვიზუალია და ეს BMW-ს ახალი ფერია. შეხედეთ თუ როგორ უხდება. როგორც გითხარით, ვიზუალი საერთოდ შეცვლილია და დანარჩენი თქვენ დაწერეთ კომენტარებში. რომელი M4 გირჩევნიათ? F სერია თუ G სერია? BMW-ზე რაც შემიძლია გესაუბროთ არის ის, რომ შეხედეთ M5, X5, M4 და ასე შემდეგ. ჩვენ თუ დავდგებით სადმე, თვალებს დავხუჭავთ და ვიტყვით რომ მოდი მანქანამ ჩაიაროს, ვერაფერს ვერ გავიგებთ. ეს M4-ია, M5-ია, XM-ია თუ რომელია, იმიტომ რომ თანამედროვე BMW-ებს აი ის ყველას ერთი და იგივე ხმა აქვს. ჩემი აზრით, მანქანებმა რაღაც სული მაინც დაკარგეს, იმიტომ რომ ძველ მანქანებში ძალიან განსხვავებული იყო. შეიძლება მაგალითად E34 გეყიდათ 6 ცილინდრიანი, რომელსაც საერთოდ სხვა ხმა ქონდა შეგეძლოთ, V8 გეყიდათ, რომელიც საერთოდ განსხვავდებოდა. თანამედროვე სამყაროში თითქმის ყველა მანქანაში ერთი და იგივე ძრავი დევს, ან ერთი და იგივე სტილით აწყობილი, ყველა ტურბინირებულია და ხმა იმდენად გავს ერთმანეთს, რეალურად სალონშიც რო იჯდა შეიძლება ვერ მიხვდე რომელ მანქანაში ხარ, ყველა ერთნაირია, უბრალოდ ტორპედო სავარძლები ზომის დამიხედვით იცვლება თუ რა მოდელს ყიდულობთ. მოკლედ ჩვენ ფესტივალზე ძალიან მაგრად გავერთეთ, ვისრიალეთ, დონატებიც ვაკეთეთ, საინტერესო მანქანებიც ვნახეთ. ეხლა კი როგორც მითხრეს, დრო მაქვს და შეიძლება რომ დრაგსაც კი მიუსწრო და მოდი დღეს ორი ვენზე მივიღოთ მონაწილეობა. ეხლა კი წავედით დრაგზე და თქვენ კი წარმატებები მისურვეთ. თქვენ კი არ დაგაუწყეთ ვიდეოს დალაიქება, გამოწერა, არხის დაზიარება და მოკლედ ყველაფერი გენით. დაწერეთ უამრავი კომენტარი და ჩვენ აუცილებლად გაგცემთ ყველაფერზე პასუხს. მოკლედ ლუარენის ფესტივალიდან წამოვედით და თავქუდ მოკლეჯილი მივდივარ რუსთავის მიმართულებით, იმიტომ რომ ჩავთვალეთ რომ არის ჩემი კორვეტი ისეთ ხოთზე, რომ შეგვიძლია რომ დრაგზე მივიღოთ მონაწილეობა და გამომდინარე იქნა რომ გუშინ კვალიფიკაცია ვიარეთ და ცოტა დრაგის გადაიდო და დაგვიანდა, ვცდილობთ რომ მოვასწროთ და მოკლედ მაგარი მისია გვაქვს. ეს ორი ვენზე უნდა მივიღოთ მონაწილეობა. მოვასწარით, ჩამოვედით რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ვარ. ჩვენო მეგობარმა ირაკლი შალიკაშვილმა როგორც წინა ეტაპზე ეხლა ვთქვათ, ხო ესეთი მაგარი საბურავები, დრაგზე მთავარი რაც არის, ახლა სწორზე გაზზე ფეხის დაჭერა არავის არ ეშლება. დრაგის ერთი პრინციპი რაც არის, აი მწვანე რო აინთება, აი უნდა დაადგა ისე რომ ბოლო მწვანეზე დაემთხვე და მაგრად გავარდე. და მთავარი არის ის, რომ ანუ ამანქანას რადგან ქარხნულად ლანჩი არ აქვს, ანუ უნდა დავამუყამო ტრექშენი, რა დროზე დავაყენო, აბაროტი რამდენზე ავიდეს, რომ სწორი სტარტი გავაკეთო, რომ მანქანამ არ იბუქსაოს და ნახოთ, უკვე ჩვენი პირველი მოწინააღმდეგე, ვიცი ვინც არის BMW E36-ია, თითქმის ჩვენ დროში დადის, მაგრამ სუსტებს განსაცდელიელი. ამასობაში დაუბრუნდით მეგობრებო, როგორც ხედავთ, ერვედი ატმოსკლასი გვაქვს. ჯობად და სტარტი. ხო, აქ მე აქ პირიქით მოხდა ჯობა და ჯერჯერობით ჯობნის. არა, აი ახლა გაუტანავდა. დაინერგდაინად მიდიან თუ მეჩვენებ. გაუტანავდა, არა, გიორგი აფეთილაძე არა. ჩვენი შეისმინა და დადგა. არა, აბა, შუქრიშანი და ოპა, როჭიკაშვილი როგორ გადაიძრა. შეროიძა ლიდერის პოზიციაზეო. უყურე აქ რა ხდება. შალიკაშვილმა ჩაუარა როჭიკაშვილს შანსო დარჩა. და დავიძარით. ხო, აქ სტარტარების უკეთესი სტარტი ქონდა. სტარტზე მოიპოვა დომინაცია, ასევე გააგრძელა. და ესე ხმაურიანად აიღო საფინალო საგზური პირდაპირ ირაკლი შალიკაშვილმა. არტი პირველი გარბენის ყოველს ხონდა შნო. შეინარჩუნებს კი აი ამ ხელა ძალიან კი ინარჩუნებს. არა, ბაჭოს წაეცელა მანევრი და კიდევ ერთი სტარტი. ნახოთ იქნება თუ არა ამის შემდეგ ამ შორის მორიგი სტარტი, კორვეტი კი აგრძელებს ლიდერობას. ფეხ და ფეხ მიყვება მერსედესი და რა ხდება აქ? დრაგი შეჯიბრით დამთავრდა. შეჯიბრი ძალიან კარგად დასრულდა. ირაკლი შალიკაშვილი გავიდა პირველ ადგილზე, გილოცავთ შალიკ პირველ ადგილზე. მთელი ჩემი მაყურებლები გილოცავენ. და მე მოვახერხე ჩემი სრულიად ქარხნული მანქანი, წავიკავე მესამე ადგილი. აი შალიკას მანქანა ძალიან ჩქარი იყო, კარგი სტარტები გავაკეთე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, წინასწარ ვიცოდი რომ განწირული ვიყავი მაგ გარბენზე. მაგრამ რაც მთავარია, მხოლოდ ერთი გარბენი დავთმევთ და მოვხვდით პოდიუმზე. ჩიკო ეხლა ისევ ქარხნულ საბურავებს აყენებ და წავალთ უკვე თბილისში.